ტრადიციული მსვლელობა დაიძრა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირიდან პარლამენტიდან თავდაპირველად მოქალაქეებმა გადაინაცვლეს საკრებულოდან გადაინაცვლეს უკვე კოტე აფხაზის ქუჩაზე დაგანახებთ კადრში ახლა სწორედ აქ ასათიანის ქუჩაზე ლადო ასათიანის ქუჩაზე გადაადგილდებიან ისინი არა ტროტუარით არამედ გზის სავალი ნაწილითაც მიუხედავად იმისა რომ პოლიციელები ეუბნებოდნენ რომ მათ არ მისცემდნენ ამის საშუალებას რადგან არ არიან საკმარისი რაოდენობის მე პირადად დავუსვი კითხვები სერგი ბზიშვილს ასევე გოგა მემანიშვილს ლაშა სალუქვაძეს პოლიციის მაღალჩინოსნებს თუ რამდენი ადამიანია მაშინ საჭირო რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება მისცენ თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხი ვერ გაგვცეს და ბოლო დღების განმავლობაში ვერ გვცემენ პასუხს თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის რომ მათ შეძლონ ქუჩის გადაკეტვა თუმცა მოქალაქეებმა მაინც გაუწიეს პოლიციელებს წინააღმდეგობა და გზის სავალი ნაწილით დადიან ვიწრო ქუჩებში აქვთ შეძახილები ის შეძახილები რომლებიც თან სდევს რეალურად ამ უწყვეტ პროტესტს რომ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ლიზი, თუ შეგიძლია უფრო მეტი გითხრა შენ ბოლო დღეების განმავლობაში აკვირდები ამ პროტესტის მიმდინარეობას, ფორმებს, როგორაც გამოხატავენ აქციის მონაწილეები საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წინააღმდეგ და აი რა ტენდენცია იკვეთება უფრო მეტი რომ გითხრა, პოლიციის დამოკიდებულება რას აჩვენებს და როგორ წარმოუდგენიათ ზოგადად წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს სამომავლოდ აი ამ ყველაფრის გაგრძელება. ახლა ბოლო დღეების განმავლობაში მას შემდეგ რაც გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს 150-მდე ადამიანი და შემდეგ პოლიციელებმა აღარ მისცეს უფლება აქციის მონაწილეებს რომ რუსთაველის გამზირი პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია გადაეკეტათ ამგვარი მარშები ვიხილეთ და ნახეთ პოლიციელების დიდი მობილიზაციაც რამდენიმე ათეული პოლიციელი დაჰყვება სწორედ იმ მარშს რომელზეც ახლა ჩვენი მყოფებით და ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ მარშებს და პოლიციელებს შორის აქციის მონაწილეებს შორის არის ხოლმე ყოველთვის რაღაც რიტორიკული კითხვები ერთმანეთთან აქციის მონაწილეები ეკითხებიან თუ რატომ არ უშვებენ ისინი ტროტუარითაც კი რამდენიმე შემთხვევაში როგორც ჩანს ქართული ოცნების წარმომადგენლებს და პოლიციელებს არ მოსწონთ რომ აქციის მონაწილეებმა მაინც მონახეს რაღაც ახალი გზა და დადიან ხოლმე ასე ვიწრო ქუჩებით და ყველგან მიაქვს პროტესტი ანუ გამოდის რომ ვერ შეძლეს რუსთაველის პროტესტის ჩახშობა იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტი წინააღმდეგობა იპოვნეს ამ ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებმა და უფრო აქტიურად არიან ჩართული რეალურად პროტესტში და ახლა პროტესტი არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც ისმის ხოლმე. ლიზი, შენ შეგიძლია ახლა რამდენიმე კომენტარი შემოგთავაზო ასევე აქციიდან, შენს გარშემო ადამიანებს შეგიძლია კითხო, როგორია მათი განწყობა? კი ბატონო. შევეცდები აი მარინე აქციაურს ხედავ ახლა და ამ წუთებში ვკითხავ მარინე პირდაპირ ეთერში მუშაობთ და საუბრობდით წამყვანთან იმ ახალ მარშებზე რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ და ახლა მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა თქვენ გზის სავალი ნაწილიც კი გადაკეტილი გაქვთ ხო? რა ვნახეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი პოლიციელი რომ დაგყვებათ მათ თითქმით 50 ადამიანს რას უნდა ნიშნავდეს? ხო, რო ვკითხო 50 აკაცუკიაო. ნუ მოვერგეთ ამ სიტუაციას, არ გვაჩერებენ რუსთაველზე გზა, კაი. ნუ არ გვაკეტინებენ, არ არის საჭირო ამდენი დაჭერები, მაგრამ ტროტუარზე სიარული ხო შეიძლება. ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ამიტომ მოვერგეთ სიტუაციას უკეთესი დავდივართ ამ ვიწრო ქუჩებში და უფრო ადამიანებამდე მიგვაქვს ხმა სიმართლისა. ძალიან დიდი მადლობა ნიკა კაციას დედას მარინე აქციაურს უსმენთ პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ნაცია ლეთოდიანსაც ნაცია პირდაპირ ეთერში მუშაობ შეიძლება გკითხავთ ოპერატორს ხო წინ გადმოინაცვლოს რა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ რუსთაველის გამზირის არ გადაკეტვის შემდეგ როდესაც პოლიციელებმა არ მისცეს უფლება აქციის მონაწილეებს გადაეკეტათ ამის შემდეგ იმ დღესვე ვიხილეთ მარშები და ტრადიციად იქცა ახლაც ხედავთ რომ გზის სავალი ნაწილზე დავდივართ და ვიწრო ქუჩებში მაინც მიდის ეს პროტესტი რასაც ებრძვიან ამდენი დღეა და რას უნდა ნიშნავდეს ამდენი პოლიცია და თქვენ კვლავ ნახეთ ახალი გზა ხო, აი ეხლა ჩვენც მეგობრებიც ვლაპარაკობთ, რომ აი ესე მუშაობს ის შეთითხნილი უკანონო კანონები რუსების მიერ დაწერილი, რომელიც ამ ხალხმა არ მივიღეთ. აი ეს არის, რომ საქართველოში პროტესტი არსებობს, ამ ქვეყანაში პროტესტი არსებობს და ეს პროტესტი და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არსად არ გამქრალა, არსად არ წასულა და ეხლა ითვალოს კობახიძემ ჩვენი თავები. აი ეს არის, რომ გადაკეტვა
ქუჩის გადაკეტვა არ უნდა და დღეს პოლიციელებს უწევთ ჩვენ გზდიონ და აი ვიწრო ქუჩებში ჩვენ მარშებს და ჩვენ გამოხატულ პროტესტს რაღაცნაირად წინააღმდება გაუწიონ. თუმცა მათ ამიზალა არ შესწევთ რა თქმა უნდა და სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი, რომ ამ ქვეყანაში არ მუშაობს რუსების მიერ დაწერილი არც ერთი უკანონო კანონი. ეს ქვეყანა აუცილებლად გავა სამშვიდობას, რუსები აუცილებლად წავლენ ამ ქვეყნიდან და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ძირძველ ადგილს ევროპულ ცივილიზაციურ სამყაროში. ძალიან დიდი მადლობა ნაცია ლექოდიას უსმენდით და გია ჯვარშელიშვილი გავესაუბრები ბატონო გია. კითხავთ თუ შეიძლება რასაც ხედავთ ახლა პოლიციელების მოწოდებისა მუქარისა რომ ვერ გადაკეტოთ გზის თავალ ნაწილს ხედავთ რომ დავდივართ ვიწრო ქუჩებში შეძახილებით და რო დაუკვირდეთ რეალურად ეს გავს იმას რომ ჩვენ გვინდა ქვეყანა ავაშენოთ და ქვეყანას არ აშენებენ. ზუსტად ეს არის ჩვენ შემთხვევაში ხალხის ძალა არის რომ ჩვენ ვიცით სად არის სიმართლე, ჩვენ ვიცით რა არის სამშობლოს სიყვარული და ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენი პროტესტი არის უკიდურესად ჩვიდობიანია, ეს კიდევ ერთხელ დღესაც ხაზგასასმელია, მიუხედავად იმისა, რომ არ გვატარებენ პოლიციასთან არანაირი შეხლა-შემოხლა არ არის, მაგრამ ხალხის ნება, ხალხის ძალა გზას პოულობს და ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ყოველთვის იპოვის. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ახლა კადრში დაგანახებთ, ჩემთან ერთად მოდის უკან კრიმინალური პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და სწორედ მათაც შეიძლება ითქვას, რომ აქვთ გზა გადაკეტილი, აკეთებენ იმას, რასაც უშლიდნენ აქციის მონაწილეებს ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა როგორც მოისმინეთ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მაინც იპოვიან ახალ ძალას, მაინც გააგონებენ ყველას თავიანთი პროტესტის ხმას, სანამ არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები და სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები.